გიორგი შარვაშიძე, რომელიც არის მხილებული აკადემიურ კორუფციაში, იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტობრივად არ გამოვლენილა და არ არის დასკვნა დადებული, რეალურად მას აქვს პლაგიატი თუ არა. შესაბამისად, მისი კანდიდატურის დაყენება ამ ეტაპზე არის არალეგიტიმური და ერთი მხრივ ჩვენი პირველი მოთხოვნა იყო ის, რომ მან მოხსნას კანდიდატურა, მეორე მხრივ უნდა გადადებულიყო ის არჩევნები, რომელიც მიმდინარეობს ახლა პარალელურად ამ უნივერსიტეტში და მესამე შეიქმნას ეროვნული კომისია, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებისაგან და ეროვნულ კომისიაში ასევე შევა საერთაშორისო საზოგადოება და შესაბამისად ერთად გამოვლინდება რეალურად აქვს თუ არა აკადემიურ კორუფციას ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სახელმწიფო უნივერსიტეტში კენჭისყრის პროცესი 5 საათზე უკვე დასრულებული იქნება და აკადემიური საბჭოს 38 წევრმა უნდა საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილება ვის მისცა ხმა გია შარვაშიძეს მოქმედ რექტორს, რომელიც 4 წელია მართავს უნივერსიტეტს თუ ცირა ბარამიძეს. უნდა აღინიშნოს, რომ გია შარვაშიძის კანდიდატურის მიმართ იყო არაერთი ბრალდება გამოთქმული და საყვედური, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ გია შარვაშიძე მხილებული არის პლაგიატში, აკადემიურ ქურდობაში შეიძლება ითქვას. იქიდან გამომდინარე, რომ მის სადისერტაციო ნაშრომის დიდი ნაწილი 40 გვერდი საუბარი იყო კონკრეტულად, იყო მოპარული და სწორედ ამის გამო მას უჩიოდნენ, რომ არ უნდა წარმოეყენებინა თქვა საკუთარი კანდიდატურა. თუმცა როგორც ხედავთ, გია შარვაშიძის კანდიდატურა დარეგისტრირებული იყო დღევანდელ არჩევნებში და საინტერესოა, როგორი იქნება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება, მისცემენ თუ არა გია შარვაშიძეს კიდევ ერთხელ შანსს, რომ მართოს 4 წლით